ბინის ყიდვა გადაწყვეტე და $10,000 ისე გადახდა საპირებ, რომ ხელშეკრულებას არც კი კითხულობ? კი ბატონო, შენინება, მაგრამ სანამ ხელს მოაწერ, ამ ვიდეოში მოგიყვები ყოველდღიურად რამდენი ადამიანი მირეკავს ხელშეკრულების შეუსრულებელი პირობების და მიტოვებული მშენებლობების გამო. ლამაზი რენდერები, ფლაიერები და გაყიდვების აგენტების მოყოლილი ზღაპრები ძალიან კარგია მოსასმენად და ძილის წინ ოცნებებში წასასვლელად, მაგრამ რეალობა სულ სხვაა და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელშეკრულებას აქვს. ამიტომ გეტყვი სამ მთავარ რამეს, რაც უნდა გაითვალისწინო ხელშეკრულების ხელმოწერამდე. პირველ რიგში რაც უნდა გააკეთო, ეს არის რომ შეამოწმო კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულების გაფორმებას აპირებ. აქ სულ მცირე იმის გაკეთება შეგიძლია, რომ გადაამოწმო ეს კომპანია მეწარმეთა რეესტრში და შეამოწმო მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ასევე შეამოწმო მოვალეთა რეესტრში ხომარი რიცხება და მის სახელზე არსებული ქონება გადაამოწმო საჯარო რეესტრის ბაზებში. მეორე რაც აუცილებლად უნდა გააკეთო, ეს არის რომ შეამოწმო ხელშეკრულება. აქ არ არსებობს უმნიშვნელო დეტალები, ხელშეკრულებაში ყველა პუნქტი, ყველა სიტყვა და ყველა წინადადება ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად აქ დეველოპერები სტანდარტულ შაბლონებს შემოგთავაზებენ, რომელიც მათ ინტერესებზეა მორგებული და არა თქვენსაზე. ამიტომ აქ სულ მცირე ის შეგიძლია გააკეთო, რომ გადაამოწმო ასახულია თუ არა ის პირობები, რაც ზეპირად გითხრეს ხელშეკრულების ვალდებულებების ნაწილში. ასევე აუცილებლად უნდა შეამოწმო რა კონდიციაში ჩაგბარდება ბინა, გადაამოწმო ვადები, პირგასამტეხლოები, კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების ვადა და პირობები. პრინციპში ყველა მუხლი და პუნქტი დეტალურად უნდა წაიკითხო. და მესამე, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო, თუ კორპუსი მშენებარე კონდიციაშია, უნდა მოითხოვო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და იქ სამომავლო მესაკუთრედ დარეგისტრირება. ბინის ყიდვა ბევრისთვის ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს. ამიტომ იყავი ფრთხილად და ნუაქცევ ამ პროცესს ტრაგედიად. და თუ გირჩევნია, რომ ეს ყველაფერი შენს ნაცვლად კვალიფიციურმა სპეციალისტმა გააკეთოს, მაშინ შეგიძლია დამირეკო პროფილზე მითითებულ ნომერზე და მშვიდად გააგრძელო კედლების ფერზე და სარეცხვის მანქანის ბრენდზე ფიქრი.